მოგესალმებით, ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, მე გიორგი აბაშვილი ვარ, გადაცემის წამყვანი რადიო სივრცის ეთერში ტრადიციულად 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ საუბრობთ საინტერესო თემებზე, ვაკეთებთ მიმოხილვას მიმდინარე აქტუალური საკითხების და რა თქმა უნდა, ძალიან მალე წარმოგიდგენთ ასევე ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმარს, ძალიან საინტერესო თემები, თუმცა მოდით მანამდე მიმოვიხილოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო ყველაზე ახალი ინფორმაციები მათ შორის და განსაკუთრებულად ლიდერობს ეროვნული ბანკი ახალი ინფორმაციებიდან გამომდინარე, მათ შორის იყო ბოლო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა ლარში ძალიან მარტივად რო ვთქვათ მსმენელისთვის მაყურებელს ყველაზე უფრო მეტად გასაგებენ აზე ლარში სესხებთან დაკავშირებულ საკითხს დღეს თუ აქამდე იყო რომ 500,000 ლარამდე არსებული სესხის აღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ახლა ეს მაჩვენებელი 750,000 ლარამდე იზრდება, 500,000-დან 750,000 ლარამდე იზრდება, ცვლილებად ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თუ შევხედავთ პოლიტიკას მათ შორის დაკავშირებულს ლარიზაციას და ზოგადად და პირიქით დოლარიზაციიდან გამომდინარე რისკებს არის აბსოლუტურად სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობიდან და გამომდინარე და ვალუტის კურსის მერყეობასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე ლარში სესხების არსებობას რამდენად სტაბილური მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კურსის მერყეობა ამ შემთხვევაში სესხებელზე ნაკლებ გავლენას ახდენს, მართლაც ამ კუთხით წესი მარტივია, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სესხი გქონდეს იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაში ძირითადი შემოსავალია, ეს ჩვენ გვაზღობს გარკვეული ტიპის რისკებიდან. ჯამში ეს არის სწორედ ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილიც. დღეს ვხედავთ, მიუხედავად კურსთან დაკავშირებული არაერთი აჟიოტაჟური ვითარებისა სიტუაცია დასტაბილურებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა საერთო სტაბილური სიტუაციისა, გადაწყვეტილებები იყოს დაზღვეული და ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება სწორედ ამ ნაწილის წახალისება, რაც კიდევ ერთხელ აბსოლუტურად სწორი ნაწილია, უბრალოდ რამოდენიმე ციფრს რომ მივაქციოთ ყურადღება, მთლიანობაში ცალსახაა, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ინარჩუნებს ამ კუთხით გრადობას და ის შედარება რომ გავაკეთოთ აი როცა ლაპარაკია ხოლმე ბიზნეს აქტივობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგალითად 2025 წლის აპრილში სესხების წლიური ზრდა, მათ შორის გასვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით არის 15.5%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ძალიან მარტივად და აქ უდიდესი წილი მოდის სწორედ ბიზნეს სესხებზე და ხშირად როდესაც საუბარია რომ რაღაცა ბიზნესთან დაკავშირებულ გარკვეული ტიპის რისკებზე, გარკვეული აპოკალიფსური სცენარების დახატვაზე და ასე შემდეგ, ანუ როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კიდევ ერთხელ 15.5% არის მაჩვენებელი, რითიც გაზრდილია ძირითადად ბიზნეს სესხების ნაწილი. ანუ ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელს, ბუნებრივია დოლარიზაცია კიდევ ერთხელ ვთქვათ, კვლავ რჩება გამოწვევად, ეს ფაქტია, მაგრამ კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკის მოქმედება სწორედ აქ არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ დოლარიზაციის რისკები იყოს მინიმუმამდე შემცირებული. ამავდროულად კიდევ ერთი ინფორმაცია უკვე დაკავშირებული რეზერვების პოლიტიკასთან მიმართებაში, თუ ჩვენ შევხედავთ ვითარებას, სწორედ გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია და რომელი ინფორმაციიდან გამომდინარე ჩვენ ვიგებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ბოლო 4 თვეში მხოლოდ 368 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა და ჯამში რეზერვების მაჩვენებელი 4 მილიარდ ნახევარ დოლარს შეადგენს, ცოტათი აღემატება კიდეც და კიდევ ერთხელ აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩვენ ხედავდით სულ ასევე აპოკალიფს რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით და საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ბანკი ხარჯავდა რეზერვებს გასული წლის ოქტომბერში იყო ამაზე საუბარი, შემდგომ ნოემბერში, შემდგომ დეკემბერში, მოკლედ მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც გარკვეული ტიპის პოლიტიკური დაძაბულობა არსებობდა ქვეყანაში, მაქსიმალურად ხდებოდა ასევე პედალირება და ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, ეროვნულ ბანკზე, როგორც მათ შორის დამცველზე საქართველოს ეროვნული ვალუტის და ბუნებრივია მუდმივი იყო სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით. დიახ, ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ოქტომბერში სწორედ იმიტომ, რომ თავიდან აგვეცილებინა პანიკური შეტევა და მიზანმიმართული დეზინფორმაციული შეტევა
ლარზე გამოიყენა რეზერვები და მე მინდა ასევე მსმენელს მაყურებელს შევახსენო რომ რეზერვები არ არის მუდმივობა და რეზერვები საჭიროა სწორედ იმისათვის რომ საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღება მით მართავს რეზერვებს ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკზეა საუბარი ცხადია გონივრული რაოდენობა რეზერვების უნდა იყოს დაგროვებული მაგრამ კიდევ ერთხელ დაგროვება არ არის თვითმიზანი დაგროვება არის ბერკეტისთვის გამოსაყენებელი საშუალება როდესაც ხდება გარკვეული ტიპის შეტევა და ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით და გამოჩნდა ვინ იყო მართალი ამ ნაწილშიც ფაქტებით კონკრეტული ფაქტებით რომ ლარზე ხდებოდა მხოლოდ სპეკულაციური შეტევა და ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსზე არ ახდენდა გავლენას და დიახ, როცა სპეკულაციური შეტევა მილევად რეჟიმში გადავიდა, ჩვენ ხედავთ ლარის კურსის მაჩვენებს. რა თქმა უნდა, აქ დოლარის პოზიციების გლობალურ ბაზარზე შესუსტებიდან გამომდინარე არის ის კურსი დღეს რაც არის, მაგრამ ხედავთ ასევე რომ არანაირი ტურბულენცია ლარის კურს ამ შემთხვევაში არ ემუქრება. გვაქვს მოკლედ ეს მოცემულობაც, რეზერვების ზრდა, სესხების და ეს არის ყველა ის ფაქტორი, რითიც დიახ, აბსოლუტურად ობიექტურად და სამართლიანად ხდება ხოლმე თავის მოწონება, რომ ქვეყანაში არის სტაბილური გარემო, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა, მყარი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ჯამში მიმზიდველს ხდის საინვესტიციო გარემოს და უახლოეს პერიოდში არაერთი საინტერესო თემის მიმოხილვა გვექნება ამასთან დაკავშირებით, რომელსაც რა თქმა უნდა მოგვიანებით ცხადია ბიზნეს ინსაიდერს რადიოს სივრცის მსმენელს მაყურებელს აუცილებლად შევატყობინეთ. მანამდე ამასობაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან საინტერესო მონაცემები გამოქვეყნდება ხვალ ბიზნეს ინსაიდერის კალენდარს ჩავხედავთ რა ძირითადი ეკონომიკური სიახლეები გვაქვს მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა რომელიც არის სიღარიბის მაჩვენებელი აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლის გამოქვეყნებას ველოდებით ხვალ ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან ისევე როგორც ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებელს სადაც ბუნებრივად კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება სწორედ სად ვართ ამ თვალსაზრისით რა გავლენა ჰქონდა ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის დაზე იმ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ სწორედ ხვალ შევხედავთ ამ თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდისათვის ძირითადი ნაწილი და ძირითადი სპეკულაციური ზეწოლა კურსთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის მოხსნილია და შესაბამისად აისახება კიდეც ეს ბაზარზე სხვა კუთხით ეკონომიკური ზრდის პარამეტრებიც ასევე რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მოგცემს სრულად მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით უნდა დაგვავიწყდეს რომ კიდევ ერთხელ ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორებიდან რომელიც არის ექსპორტი რომელიც არის ინვესტიციები, გადმორიცხვები და ტურიზმი, აი ეს ბოლო ნაწილი კიდევ ერთხელ ახლა იწყება უკვე კიდევ უფრო მეტად აქტიური სეზონი, საიდანაც ჩვენ ცხადია ველით ტურისტების რაოდენობის საკუთარივე რეკორდის მოხსნას, ხომ საქართველოს რეკორდის მოხსნას გამომდინარე იქიდან რომ ყოველი შემდგომი წელი საქართველოსთვის პანდემიის შემდგომი პერიოდი განსაკუთრებით იყო არა მხოლოდ პანდემიამდე ვითარების დაწევა, არამედ ახალ რეკორდულ მაჩვენებელზე გასვლა და შემდგომ ბრძოლა საკუთარივე რეკორდის შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს ვითარება გვაქვს ასევე ცხადია და პირდაპირ და დიდწილად არის დაკავშირებული ეს საქართველოს აეროპორტებთან, სწორედ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ბატონი ლევან მოსეშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მადლობა ბიზნეს ინსაიდერში რადიოს სივრცეში მობრძანებისათვის. ძალიან ენერგიულად და აქტიურად დაიწყეთ თქვენი საქმიანობა. აქედანაც მინდა მოგილოცოთ, ერთხელ უკვე გქონდა საშუალება ტელეიმედის ეთერში ბიზნეს ინსაიდერში გვესაუბრა, მაგრამ აქ შეგვიძლია კიდევ ცლად ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მართლაც ესეთი შთამბეჭდავი სტარტია, ასე რომ ვთქვათ. ნამდვილად თქვენი და ძალიან სასიამოვნოა ამ აქტივობის ყურება. პირველ რიგში არ შემიძლია არ შევეხო სხვა შორის გავაკეთეთ ძალიან კარგი მიმოხილვა პირველი რესპუბლიკის 26 მაისის ღონისძიებიდან გამომდინარე პირველი რესპუბლიკის ეკონომიკასთან დაკავშირებით ხალხ არის კურსზე საუბრობთ ცოტა ხნის წინ. მაშინაც როდესაც ქართული ბონი შემოქონდათ პირველი რისიც ყველაზე უფრო მეტად ეშინოდა თავს თქვა იმ პერიოდის ეკონომიკის მეშვეურებს, მათ შორის ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრ ბატონ კანდელაკს, რასაც აღნიშნავდნენ იყო ის რომ
იმ პერიოდს ბონზე არ მომხდარ იყო სპეკულაციურ შეტევები. ბევრი გამოწვევაა, რომელიც ხა მაშინ აეროპორტები არ იყო. ამ ნაწილზე ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ ყოველ თვეში დღეს და ახლანდელ 26 მაისს აეროპორტების გაერთიანება ასევე აქტიურად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში და არ შემიძლია პირველ რიგში ამით არ დავიწყო ასევე დამოუკიდებლობის დღიდან გამომდინარე, რა ძირითადი აქტივობები გქონდათ ამ კუთხით? პირველ რიგში მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მოლოცვისთვის. ნამდვილად ავიაცია ყოველთვის წარმოდგენილი ვართ, საჭირო არის ყველა ღონისძიებაზე, ღირსეულად. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თლიან საქართველოს აღნიშნა ღირსეულად, ჩვენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოდგენილი ვიყავით ქუთაისში. კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არქიტექტურული ძირითადი კომპონენტებით ვიყავით წარმოდგენილი. მოწყობილი ქონდა რეკრეაციული სივრცე, გასართობის სივრცე, დავხვდით დამსვენებლებს, დავხვდით საქართველოს მოსახლეობას ყველას მოუწოდეთ, რომ შემოგვერთებოდა ამ დღესასწაულს ერთად აღვნიშნეთ. ძალიან სამბეჭდავი იყო, ბევრი კმაყოფილი მოსახლე გაუშვით, ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ, ინფორმაცია რომელიც ავიაციაზე არ ქონდათ მოსახლეობას, უფრო დეტალებში მივაწოდეთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო, მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილი ქონდა ფრენების სიმულატორი, წარმოდგენილი ქონდა ვირტუალური რეალობა, წარმოდგენილი ქონდა ბავშვების რეკრეაციული დასასვენებელი ზონები. და კმაყოფილი მოსახლეობა გაუშვით, იმედი გვაქვს, რომ ცნობიერება და ცნობადობა ავამაღლეთ, ჩვენს მოსახლეობას მიულოცეთ, ეს ღირსშესანიშნავი დღე და ავიატორები, როგორც თავისუფლების ყველაზე მოყვარული ერი, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. კი, რა თქმა უნდა, თქვენ მით უმეტეს, ასე ვთქვათ, ძალიან მოწოდებით ამ სფეროში ხართ, გარდა თქვენი, ასე ვთქვათ, პროფესიული დღესაქმიანობისა, შინაგანად ეს ვიცით ეს საკითხი რა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ასე ვთქვათ, და ბუნებრივია, როდესაც ავიაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მაგარია, რომ ქუთაისი იყო შერჩეული, ვთქვათ. კი, ნამდვილად სიმბოლური იყო ჩვენთვისაც. კი, ნამდვილად ძალიან ესეთი სიმბოლური ნაწილია. აუცილებლად მინდა გითხოთ, სწორედ შესავალი ნაწილის მიწურულს ვსაუბრობდით ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ ვნახეთ გასული წლის განმავლობაში მიმდინარე წლის დასაწყისში განსაკუთრებით, რომ არაერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, მოვასწარით ზოგიერთი მათგანი, ჩვენა ბრიტიშით მაგალითად, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ერთად ვიმყოფებოდით საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე, ამაზე გასული კვირის Business Insider-ში ჩვენ ვისაუბრეთ. რა რეალობა გვაქვს დღეს, გეგმავთ თუ არა სიხშირეების გაზრდა, რამდენად მზად ვართ ამ ნაწილისთვის, რამდენად მზად ვართ მოკლედ გაძლიერებული ტურისტული სეზონისთვის, ვინაიდან გვჯერა რომ მეტ ნამდვილად მივიღებთ. მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური. მოლოდინები გვაქვს ის, რომ ის სიხშირეები რაც გვაქვს დღეს საქართველოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, როგორც უკვე აღნიშნეთ, რომ წელს დავიწყეთ კაი პოზიტიური ინფორმაციით. ახალი ავიაკომპანიები, 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, ახალი მიმართულებები დაგვემატა. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სიხშირეებიც გაიზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუშინ Air Astana-ს ახალი მიმართულება დაემატა ატირაუს მიმართულებით. ძალიან ესე იგი ორი ქალაქს პარავს უკვე Air Astana. ესე იგი ატირაუს სულად ახალი მიმართულება არის, რეისი ჩამოფრინდა საკმაოდ დატვირთული, ძალიან მოთხოვნადი არის ტურისტებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულებები. გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ზაფხულში კიდევ გაზრდიან არსებული ავიაკომპანიების სიხშირეებს, ახლა კვირაში დღესდღეობით რაც გვაქვს, ჯამურად რომ ავიღოთ, გვაქვს 551 ფრენა კვირაში. 551 ფრენა არის კვირაში და მოლოდინიც გვაქვს და უკვე თითქმის დადასტურებული გვაქვს, რომ 116 ფრენით კიდე გაიზრდება ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე. რაც იმის მაჩვენებელია, რომ უფრო მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში, უფრო მეტი დაინტერესება არის ჩვენი მხრივ ახალ სერვისებს თავაზობთ, მგზავრებს, ტურისტებს, ახალ მიმართულებებს, ხელს უწყობთ ტურიზმის განვითარებას და მაქსიმალურად ისეთ გარემოს უქმნით მომხმარებელს, რომ სურვილი გაუჩნდეთ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოინახულო. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ბუნებრივია, კმაყოფილი მომხმარებელი და მნიშვნელოვანია ასევე რეისების და სულ იყო ხოლმე სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ რაღაცა რეისები დატვირთული არ იყო და მათ შორის სამწუხაროდ ასევე ხდებოდა ბრიტიშთან დაკავშირებით, რაც ჩემი თვალითაც ვნახე და ყოველას მოუწოდებ ხოლმე, რომ თუ არ დაფრინავენ ეს ზეპირ, ასე ვთქვათ, სპეკულაციებს ჯობია რომ შეეშვან, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში და ისე მაინც ნახონ რა რაოდენობის გზავრი მოძრაობს და ნახავენ თვითონ დაწოდებული ვარ, უმასპინძლებთ თქვენ და დაათვალიერებინებთ რამდენი რამდენი მგზავრი მოძრაობს.
კვლავ მინდა ასე ვთქვათ გარკვეულწილად შევაჯამოთ ასე ვთქვათ მეტნაკლებად ის სტატისტიკური მაჩვენებლები რომლებიც ამ 4 თვის განმავლობაში ქონდა ჩვენ რამდენი მგზავრი მიიღო თლიანობაში აეროპორტებმა, საერთაშორისო აეროპორტებმა და მათ შორის აი წელს როგორი პროგნოზი გვაქვს ავიაციის სისტემა საინტერესოდ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ საქაერო ნავიგაციას ვესაუბრებთ ის გასულ კვირას, ახლა თქვენთან ვაგრძელებთ ამ საუბარს და აი როგორი ვითარება გვაქვს ამ კუთხით აი ეს 4 თვის განმავლობაში. ზოგადად ავიაცია ძალიან სწრაფად პროგრესირებს მსოფლიოში, საქართველოში მით უმეტეს. აღსანიშნავია და მართლა ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ წელს რეკორდულად დავიწყეთ პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში, სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. ანალოგიურ პერიოდში წინა წელთან შედარებით, რაც საკმაოდ კაი მაჩვენებელია, 13%-იანი ზრდა ჰქონდა საერთო ჯამში, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცალკე აღებული 1,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-იანი ზრდა არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურეთ, რაც მართლა კარგი მაჩვენებელი არის, ეს კიდე წარმოუდგენელი იყო წინა წლებთან მიმართებაში, განსაკუთრებით პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ავიაციაზე, მაგრამ ეს ჩვენ პანდემიით გამოწვეული კრიზისი დავძლიეთ და ანომალური ზრდა იყო საქართველოში. ამ ზრდას ნამდვილად არ მოელოდებოდა არც ერთი ევროპული ქვეყანა, მაგრამ საქართველოს მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მის მაჩვენებელი და ის მოლოდინები, რაც ევროპულ ქვეყნებს ჰქონდა, სტატისტიკას ბევრად ვაჯობეთ. ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მინდა შევეხო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც მგზავრთა ნაკადის მატება თითქმის 300,000 იყო პირველ 4 თვესთან ანალოგიურ პერიოდის პირველ 4 თვესთან შედარებით, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ აპრილში მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ აპრილში 59%-იანი მატება ქონდა ანალოგიური პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს ყველაფერი არის გუნდის ქვეყნის სწორედ მუშაობაზე დამოკიდებული, უფრო უსაფრთხო გარემო არის, მგზავრების თავის მხრივ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, დამსვენებლები, დამთვალიერებლები, ტურისტები, რო ჩამოდიან ეგ იმაზე მეტყველებს, იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ ჩვენ თავაზობთ ისეთ სერვისებს თავაზობთ ისეთ უსაფრთხო გარემოს, რომელშიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და სურვილი აქვთ რომ კიდევ გვესტუმრონ. ბუნებრივია და ეგ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მით უმეტეს ხა ის მაჩვენებლები, რომელსაც თქვენ ახსენებთ, ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავი ნაწილია და კიდევ ერთხელ როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, რეალობა არის ის, რომ ჩვენ გარკვეულად ვეჯიბრებით ჩვენ საკუთარ რეკორდებს, ასე ვთქვათ, თქვენ ეჯიბრებით თქვენ საკუთარ რეკორდებს ამ ნაწილშიც, რაც არის აქამდე, ასე ვთქვათ, დაწესებული. აი, ქუთაისის აეროპორტზე საკმაოდ ბევრს საუბრობთ, საერთოდ ძალიან ისეთი იყო სკეპტიკოსები საკმაოდ ბევრი ყავდა ქუთაისის აეროპორტს ზოგადად აი რა იქნებოდა, რა მოხდებოდა, რამდენად იმუშავებდა. ასე შემდეგ და ნუ არა თუ ხედავთ აქტიურ მუშაობას, არამედ თუ ხედავთ პირიქით ზრდის მაჩვენებლებს მუდმივად. მაგრამ ქუთაისის აეროპორტს ჰქონდა ასე ვთქვათ მთელი რიგი საკითხები, რომელიც გარკვეულად გადაწყვეტას საჭიროებდა და ეხლა ყველა ადამიანი ვინც დავფრინავთ რაღაცა გვაქვს გარკვეული ელემენტარული მინიმალისტური კომფორტის მოთხოვნა ხანდახან, როგორც არის მაგალითად ბიზნეს ლაუნჯი, ხო, მუდმივად რაღაცა უყურებთ ხოლმე და მათ შორის საბანკო დღეს ახლა საბანკო სისტემაც კი მთელ რიგ შემთხვევაში გარკვეულწილად ბონუსად თავაზობს ბიზნეს ლაუნჯის ასე ვთქვათ სერვისს, ასე ვთქვათ მის კლიენტებს და ანუ ქუთაისი იყო ერთ-ერთი ასეთი ნაწილი, სადაც ჯერ არ გქონდა ეს ნაწილი ის სათანადოდ და ცოტა ხნის წინ ნახე ინფორმაცია ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან დაკავშირებით ამ გარკვეული ტიპის შეთანხმებასთან დაკავშირებით. რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით, რა ხდება, ასე ვთქვათ, როგორ წავიციეთ წინ? წინა კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ქუთაისის აეროპორტი ასოცირდებოდა როგორც დაბალ ბიუჯეტიანი მგზავრების მომსახურე აეროპორტი. ხო, ძირითადად ეს გამოდინარექიდა, რომ ხო ეს ავიაკომპანიების უფრო დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. კი, და ეგრეთ წოდებულ low cost აეროპორტად მოიხსენებენ, მაგრამ ლაუნჯის, ბიზნეს ლაუნჯის დაანონსება ეს უკვე აეროპორტისთვის მეორე სიცოცხლე არის, ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. გარკვეულად სტატუსის სამაღლება. ეს სტატუსის სამაღლება, ეს უკვე ახალი ეტაპია აეროპორტის განვითარებისთვის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო პარტნიორ ვიზასთან ერთად ბიზნეს ლაუნჯის მოწყობას. ბიზნეს ლაუნჯი, ესე იგი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 270 კვადრატულ მეტრზე განვითარებული ფართი. დაბრენდილი იქნება ვიზას სფერებში, ვიზას კონცეფციით იქნება. აგრეთვე ქართული
ეთნო ესე იგი ელემენტებით იქნება გაფორმებული, მინიმალისტურ სტილში იქნება, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბიზნეს მგზავრებს. პირველი 5 წლის განმავლობაში იქნება ეს ვიზას ფერებით და ვიზას დაბრენდილი. ამ სერვისებს ჩვენ გავწევთ ჩვენი სტაფით. მინდა ასევე აღნიშნო ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც აიქნება ვიზა პრემიუმ ბარათი, სრულიად უფასოდ შეძლებენ ამ სერვისებით სარგებლობას. მოთხოვნაც იყო, რა თქმა უნდა, მგზავრებისაგან, რომ ხშირად მოგზაური პირები ვინც არიან, არ ქონდათ შესაბამისი სივრცე, არ ქონდათ შესაბამისი რეკრეაციული ადგილი, სადაც შეძლებენ დასვენებას ფრენის დაწყებამდე 1 საათი, 2 საათი, რაც დრო ჭირდება ფრენის შესრულება, სანამ დაიწყება ჩასხდომა, რომ გაატარონ ეს დრო აეროპორტში, დაისვენონ, საქმიანი შეხვედრები გამართონ, ან საბავშვო სივრცეები გამოიყენონ. წელს ველოდებით, რომ დეკემბრის თვეში მივიღებთ პირველ მგზავრებს, ბიზნეს ლაუნჯის გახსნა დაანონსებულია წელს 2025 წლის დეკემბრის თვეში. ჩვენ ბიზნეს პარტნიორთან, ვიზასთან ერთად აქტუალურად მუშაობთ ამ საკითხზე, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე მივიღოთ, ეს სერვისები შევთავაზოთ ჩვენ მგზავრებს. კმაყოფილები გაუშვათ, იმის სურვილი ქონდათ, რომ ჩვენ აეროპორტში კვლავ დაბრუნდნენ. კი ბატონო, აი ძალიან მნიშვნელოვანია ხა დასაწყისში ვახსენეთ ასე ვთქვათ ამ კითხვის დასაწყისში და თქვენს აღნიშნეთ, რომ დაბალ ბიუჯეტიან აეროპორტად იყო მიჩნეული, მაგრამ მეორეს რო ჩვენს გარშემოც ადამიანები, მე ჩემს გარშემოც ადამიანები ვიცი, რომ ასე ვთქვათ ქუთაისის აეროპორტს იყენებენ არა იმიტომ რომ დაბალ ბიუჯეტიანი, არამედ იმიტომ ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ბევრი დანიშნულების პუნქტის პირდაპირ ფრენების შესრულების თვალსაზრისით შესაბამისად ადამიანებისაც ვთქვათ სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ, ანუ ყველანაირი მოთხოვნის მქონე ადამიანები სარგებლობენ რეალურად ქუთაისის აეროპორტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს კომფორტი, აი ახალი სიცოცხლე აეროპორტის, რომელიც თქვენ თქვით იყოს ამ ნაწილში და წლის ბოლოდან ეს მართლაც კარგი სიახლეა აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი უმეტეს ესეთი ბრენდირებაზეც თქვენ აფიქრი გაქვთ და კი, საკმაოდ დიდი ხანი მუშაობთ ამაზე ჩვენ გუნდთან ერთად. დიდი ხანი მიდიოდა ამ კონცეფციის, სწორი კონცეფციის შერჩევა, რომ სივრცენო ესეთი საკმაოდ ლამაზი სივრცე იქნება, ტევადი სივრცე იქნება პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. 70 მგზავრი საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება პირველ ეტაპზე, მოთხოვნაც თუ იქნება, რა თქმა უნდა, შემდეგ ვიზრუნებთ შემდეგ ეტაპზე ამაზე. მაგრამ კონცეფციას რაც შეეხება და ის რენდერები, რაც ჰქონდა ჩვენ წარმოდგენილი ამ ხელმოწერის ცერემონიალზე, საინტერესო ლამაზი რენდერები. ქართული ეროვნულ მოტივებზე მინიმალისტურად გაფორმებული იყო შუქჭრდილებით და გახსნაზე გეპატიჟებით მობზანდით. ნახავთ ისარგებლებთ და როგორც პოტენციურ გზავრს თქვენს გელოდებით. აუცილებლად ფოტოშოპს უნდა ვაღიარო, გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ერთხელ ვარ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით, ოღონდ ადგილობრივ დონეზე შესრულებული რეისი და ასე ვთქვათ, ეს იყო რაღაც სახელმწიფო სექტორში მუშაობ. სამომავლოდ გელოდებით საერთაშორისო ფრენაზე. კი, აი არ მიფრენდე და ძალიან მინდა რომ მოხარული იქნებით იმას ფრენზე. საერთაშორისო აეროპორტს ვეწვიო ნამდვილად. ისევ ქუთაისთან დაკავშირებით ვიცი რომ განსაკუთრებული ყურადღება ამ კუთხით გადატანილი, მათ შორის ეს შეეხება ახალ 3 კილომეტრ ნახევრიან დასაფრენი ზოლის მშენებლობას, ну რაც ასევე აი რატომ გახდა საჭიროება პირველ რიგში აგვიხსნათ აი რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ზოლ ხშირად გვესმის ხოლმე რომ აი ახალი ამდენ კილომეტრიანი და ადამიანები რომ თამაში ვერ კორთ ამ ტექნიკურ პარამეტრებში აი რატომ არის მნიშვნელობა იგივე ეს რა სტატუს ან უპირატესობას ძენს აეროპორტს და ამ კუთხით რა ვითარებაა ვთქვათ, როდის გვექნება ეს ნაწილი. ეს მართლა ისტორიული ფაქტი და ისტორიული მომენტია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ამ მასშტაბის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს ავიაციაში. რას ნიშნავს ეს? ამას განგიმართავთ, ესე იგი, სტრატეგიულად ქუთაისის აეროპორტი მდებარეობს საქართველოს ცენტრში. სწორედ აღნიშნეთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრი შეძლებს ადვილად მიაღწიოს აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთში ან სამხრეთში ნებისმიერ ტურისტულ მიმართულებას ადვილად მიაღწევს. მოქნილობას ზრდის. აქედან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იზრდება, ჩვენც გვაქვს იმის განცდა და იმის მოლოდინები, რომ უფრო დიდი ფართომასშტაბიანი და უფრო ეგრეთ წოდებული wide body aircraft-ები საჰაერო ხომალდები მივიღოთ. ფართოფიზიოლოგიანი საჰაერო ხომალდები მივიღოთ. რასაც თავის მხრივ ჭირდება უფრო დიდი ინფრასტრუქტურა, უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურა. შეზღუდვა არის აქამდე. დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდულები ვარ და საშუალო გაბარიტის მქონე საჰაერო ხომალდებს ვიღებ და ვემსახურებით, მაგრამ უკვე დაწყებული არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის 3 კილომეტრ ნახევრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ეს იქნება F-კოდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რაც საქართველოში მართლა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გვექნება ამ მასშტაბის და ამ პარამეტრების მქონე ასაფრენი ზოლი, რაც ნიშნავს, რომ მივიღებთ უფრო ფართო ფიუზელაჟიან, დიდგაბარიტიან სახეობრივ ხომალდებს, რომელიც თავის მხრივ უფრო მეტ მგზავრს ჩამოიყვანს. ტვირთებსაც მივიღებთ და მოვემსახურებთ. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სატვირთო ტერმინალი არ გვაქვს და გვაქვს ეს პერსპექტივაში, რომ სატვირთო ტერმინალის თემაც განვავითაროთ და სატვირთო გადაზიდვებიც გავაკეთოთ. აი ხა ქუთაისის აეროპორტზე, სწორედ ახლა დავფიქრდი ქუთაისის აეროპორტზე ჩვენ ძირითადად გვესმის ხორდეს სამგზავრო მიმართულება და ამასობაში შესაძლოა ხო რომ მოთხოვნა არსებობდეს სატვირთო მიმართულებით. ერთ-ერთი მიზეზი იმის თუ რატომ ვითარდება ეს ინფრასტრუქტურა არის ზუსტად ეს, რომ გზავრთან ერთად ტვირთის მიღება და მომსახურება შეძლოს შეზღუდვის გარეშე. ხაზი მინდა გავუშვა შეზღუდვის გარეშე. შესაძლებელია დღეს უფრო პატარა გაბარიტების მქონე დასაფრენ ზოლზე დიდი თვითმფრინავიც მიიღოთ, მაგრამ შეზღუდვებით, რაც შეიძლება რაც დაკავშირებულია ნაკლები მგზავრი, ნაკლები ტვირთის ჩამოყვანასთან წონა მცირდება. ჩვენ კიდე შეზღუდვებს მოხსნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა აქტიურ ფაზაში არის, მიმდინარეობს გრუნტის ექსკავაცია, გრუნტის გამაგრება. თითქმის 3000 მეტრზე არის უკვე სამშენებლო პროცესი გაშლილი. სამშენებლო პროცესს აწარმოებს და მშენებლობას აწარმოებს კომპანია ანაგი. ძალიან კარგად თანამშრომლობთ ამ კომპანიასთან. ჩვენი პარტნიორი აგრეთვე საქაერო ნავიგაცია წეგან ახსენეთ. წინა კვირას თქვენ საქაერო ნავიგაციასთან გქონდათ ინტერვიუ. საქაერო ნავიგაცია ჩვენთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, რომელიც პარალელურ რეჟიმში აღჭურავს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, შუქ ტექნიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო უსაფრთხო გარემო შევქმნით თვითმფრინავებს. უსაფრთხოება კიდე ავიაციაში ერთ-ერთი პირველი კომპონენტი არის, რაც უფრო უსაფრთხო არის, უფრო მიმზიდველი არის ავიაკომპანიებისთვის. აი ხე ეს მინდოდა მეკითხა რომ მათ შორის ეს იგივე ტევადობის ნაწილი როგორ ტვირთის მგზავრთნაკადთან დაკავშირებით ალბათ ბევრ ავიაკომპანიას გაუადვილებს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილების მიღებას ისარგებლოს. კი, ერთ-ერთი მაჩვენებელია ზუსტად ეს აეროპორტის ინფრასტრუქტურა და გამართულობა და უსაფრთხოება. ამას ავიაკომპანიები სანამ გადაწყვეტენ ფრენებს, ბაზარს იკვლევენ, ინფრასტრუქტურას იკვლევენ, სერვისებს იკვლევენ, გარემოს იკვლევენ, თუნდაც ის სერვისი რაც წინა კითხვაში იყო ეს ვიზა ლაუნჯი, პირდაპირ კავშირში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასთან. ანუ ამასაც ექცევა რა თქმა უნდა, პლუს მაგას იზრდება კიდე სახაერო ხომალდის სადგომების ფართი იზრდება, რომელიც საერთო ჯამში 55000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული. ახალი სამოსლო ბილიკები იქნება. ქუთაისის აეროპორტის ტერიტორია იძლევა, ხო? ამის კი, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორია იძლევა, ეს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, რომელიც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ასოციაციამ აიატა არის ესეთი საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია. მისი დახმარებით შედგა ეს აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა, ეგრეთ წოდებული მასტერპლანი და ამ მასტერპლანის მიხედვით მიმდინარეობს განვითარება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, ინფრასტრუქტურა, ასევე ეწყობა ახალი სადრენაჟი არხები, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და საერთოდ მაგ ტერიტორიაზე მოსულ ნალექებს მოაცილებს ტერიტორიიდან და არიდებს, რომ ინფრასტრუქტურა მუშა მდგომარეობაში შევინარჩუნოთ. საერთოდ ჯამში 17 კილომეტრის ნაგებობა შენდება და 17 კილომეტრი ძალიან დიდი მასშტაბური სამუშაოებია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები, ყოველ კვირეულად ჩავდივართ ადგილზე ვეცნობით პროგრესს და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან წარმატებულად ვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენ სრულად ახალი ინფრასტრუქტურა გვექნება, მივიღებთ ახალ საჰაერო ხომალდებს, უფრო ფართო ფიუზელაჟიანს, დიდგაბარიტიანს. გვაქვს იმის მოთხოვნაც, იმის პრეტენზიაც, რომ ვიყოთ გვერქოს ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია წარმატებას გისურვებთ ამ ნაწილში. სხვათა შორის აი მინდა აღვნიშნო და ყოველთვის, როდესაც საუბრობთ ხოლმე ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე, ხშირად იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რაც არასდროს არ ვეთანხმებოდი მე იდეურად, რომ გარკვეულწილად რაღაცა სახელმწიფო შენობების გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში, მაგალითად პარლამენტის გადატანა ქუთაისში, ეს რაღაც ქუთაისის გამოცოცხლებას გამოიწვევს. ნუ ამას შეიძლება რაღაცა მოკლევადიანი გარკვეული ტიპის ეფექტი ქონდეს, მაგრამ აეროპორტის განვითარება რომ ქალაქის განვითარებას გამოიწვევს, ასე რომ ვთქვათ, რამ შეიძლება, ნუ რამ შეიძლება ეკონომიკურ ფაქტორებზე მეტად განავითაროს ადგილობრივი არეალი. ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენთ, რომ ქუთაისის აეროპორტი ცალკე განყენებულად ვითარდება, ეს მხოლოდ ის არის, რომ ბევრი მგზავრი მივიღოთ. ამასობაში ქუთაისის განვითარებას როგორ იწვევს? მთლიანად იმერეთის რეგიონის, არა მხოლოდ ქუთაისის მთლიანად რეგიონის ძალიან მოსახერხებელია მგზავრისთვის, თუნდაც გურიის რეგიონიდან, თუნდაც აღმოსავლეთიდან ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ვიცი, რომელიც ფრენას არჩევს. ქუთაისში ჩავიდეს, ქუთაისიდან
იფრინონი იქიდან გამომდინარე რომ პირდაპირ მიმართულებებია გადაჯდომის გარეშე უწევთ ევროპის მიმართულებებით ფრენა და ძალიან მოსახერხებელია. მთელი რიგი ქალაქები ძალიან მოსახერხებელია პირდაპირ და ხშირ შემთხვევაში ისეთ ქალაქებზეა წვდომა რომ ბუნებრივია იმ თბილისიდან მგზავრობა ახსენეთ ხა ადამიანს ურჩენია რომ ეს გადაადგილება საქართველოში მოახდინოს, მაგრამ იმ კონკრეტულ ქალაქში ჩავიდეს, ვიდრე ვთქვათ შემდგომ ავტობანი ხელს გვიწყობს რომ სწრაფად ჩავიდეთ სადღაც 2 საათში 2 საათნახევარში ქუთაისში ვარ და ეს ძალიან სურამის შემოვლითი გზის გახსნა გვინდა მთელი საქართველო ველოდებით ეს ჩვენი ესეთი დამატებით დროებითი აქილევსის კურსი როდის გადაწყდება ასე ვთქვათ მოწესრიგდება და იმ უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის მინისტრი ყავს პერსონალურ სიმპათიებში არ ჩამომერთავს, მაგრამ ზე აქტიური და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად ეს საკითხი მოწესრიგდება. აი ზუსტად ზაფხულის სეზონზე ლაპარაკობდით და შიდა ფრენები და შიდა რეისები არის ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული საკითხი. ავტობანსაც რომ შეეშველება ცოტა ასე ვთქვათ ეს ნაწილი, იმიტომ რომ ვიცით რომ საქართველოს საკმაოდ აქტიურია შიდა ტურიზმი, ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ისეთი ანახან სტატისტიკის თვლა უფრო ბევრი, იმიტომ რომ ბევრს ხა ოჯახი ყავს, საოჯახო დასვენება ძალიან ძნელია ზუსტად აღრიცხო შიდა გადაადგილების სტატისტიკა ტურისტულ სეზონზე, მაგრამ რასაც ქვია შეუიარაღებელი თვალით ავტობანი გვაძლევს ხოლმე გარკვეულ ტიპის სიგნალს ამასთან დაკავშირებით თუ რა ხდება. ინდიკატორია ნამდვილად. კი, ნამდვილად ეს გარკვეულწილად ისეთი არა პროფესიონალი, მაგრამ მაინც ინდიკატორია. აი ამ კუთხით როგორი გვაქვს ვითარება შიდა ფრენებს და მათ შორის ეს თითქოს აი შიდა ფრენების კულტურას ვთქვათ ბოლომდე თითქოს არ გვაქვს ასე ვთქვათ. ვერ დაკეთახმებით თლათ მაგაში გიორგი იქიდან გამომდინარე უკვე წლებია საქართველოში შიდა გადაზვდები მიმდინარეობს. მოთხოვნაც ყოველწლიურად მზარდი არის დღესდღეობით ჩვენ ფრენებს ვასურვებთ სახელმწიფოს დახმარებით და სუბსიდიით. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მაინც სუბსიდია, იმიტომ რომ სხვა კუთხით ცოტა კი, ამეთ ფრენასად ძვირის სიამოვნება არის და მგზავრსობმა არ დააწვეს და მოსახლეობას არ დააწვეს მთლიანად ეს თვითღირებულება ბილეთის სახელმწიფო რა თქმა უნდა გვეხმარება რომ პირველ ეტაპზე განმოვითაროთ, როდესაც უკვე გაძლიერდება და ფეხს მოიკიდებს და გაძლიერდება ეს. ანუ უფრო ესეთ პოპულარული და მოთხოვნადი. რა თქმა უნდა, შიდა ფრენები უკვე თავიდან ბოლომდე თავის თავს შეინახავს და აფინანსებს. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ ზაფხულში გავაურმაგოთ სიხშირეები, მესტიის მიმართულებით, მესტია ძალიან აქტუალური არის. წეღან შეეხეთ იმ თემას, რომ აეროპორტი რა თქმა უნდა იმ რეგიონს ანვითარებს, რომ ახსოვს მესტიის აეროპორტის პირველი დღეები, როდესაც გავხსენით, როდესაც მესტიის აეროპორტის განვითარება დავიწყეთ, ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი მოსახლეობა, რომ აქ არ შეიძლება და აეროპორტი ყოფილიყო წარმატებული, მაგრამ დღეს რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს მესტიაში აბსოლუტურად სხვა სეგმენტის ტურისტი ყავს. ძალიან მოთხოვნადი არის. მუშაობთ იმაზე, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ. მუშაობთ იმაზე, რომ ტურისტებს შევთავაზოთ უფრო მოქნილობა. ტურისტებსაც რა თქმა უნდა მომხიბლავია ეს საჰაერო გადასვლა, საჰაერო მიმოსვლა, რაც თავისთავად დროს ზოგავს. წარმოიდგინეთ თბილისიდან მესტიაში საშუალოდ 8 საათი გჭირდება ტრანსპორტით, ავტოტრანსპორტით რო წავიდეთ. მაგრამ როდესაც ფრენას შესრულდება საათი 15 წუთი ჭირდება და დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოქნილობასთვის კი, ეს ხმესტიაში ვისარგებლე რამდენჯერმე აეროპორტი და მართლაც არის თამბოჭი. ბათუმი ავიღოთ თუნდაც ბათუმში ჩასვლაც კი ავტობანი თავისთავად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია. სხვანაირად იგებს დროს ახლა. მაგრამ როდესაც საათზე ნაკლებ დროში თბილისიდან ბათუმში აღმოჩნდები, ეს უკვე ძალიან დიდი კომფორტია. კი ბატონო, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ანუ ცხოვრობთ აქტიურად სარგებლობენ. კი, ძალიან, ესე იგი, რო ავიღოთ პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ნახევარზე. თითქმის ნახევარზე და გვაქვს იმის მოლოდინები და ჩვენც მუშაობთ აქტიურად ჩვენ გუნდთან ერთად, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ. სიხშირეები გავზარდოთ, უფრო მეტი სერვისი და მეტი კომფორტი შევთავაზოთ და უფრო ცნობადი გავხადოთ ეს შიდა ფრენები მოსახლეობაში. კი ბატონო. და მე აი დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ამ კუთხით მოთხოვნა და გავორმაგებაც ხელს შეუწყოს. ანუ ნატახტარიდან სრულდება ხო ჩვენ? კი, ამჟამად ნატახტარიდან სრულდება პირდაპირ ფრენები, მაგრამ გვინდა ჩვენ რომ ეს ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოვიტანოთ, იქიდან გამომდინარე რომ ჩამოსული მგზავრიც უფრო მოსახერხებელია, რომ პირდაპირ კავშირი კონდეს თბილისის აეროპორტიდან ნატახტარში წასვლა ავარიდო და პირდაპირ დედაქალაქის აეროპორტიდან მოხდეს დაკავშირება სხვადასხვა ქალაქებთან. ალბათ ბევრისთვის ეს უფრო კომფორტული. რა თქმა უნდა, ასევე ქუთაისის აეროპორტიდან მესტიაში ფრენა თბილისიდან ქუთაისში და ამ მიმართულებებით აქტიურად მუშაობთ და ახლო მომავალში ალბათ მივიღებთ ახალ სურათს. კი, შიდა ფრენების დაქსელვა სამკუთხით მართლაც ესეთი განსაკუთრებული. ის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი აუცილებლად მინდა გითხოთ ესეთი შიდა ფრენებიდან რომ კლავ დიდ ავიაციას
დაუბრუნდეთ, აი ბრიტიში ვახსენეთ, Edelweiss-ი, Transavia, France, EasyJet, რა თქმა უნდა, EasyJet რომელიც საყვარელი ავიაკომპანია ბევრისთვის მისი ბიუჯეტურობიდან გამომდინარე. მთლიანობაში რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როდესაც აი მსგავსი ტიპის ავიაკომპანიებზე ლაპარაკობთ, ხო მათ შორის ხა ბრიტიში ხშირად აღინიშნა ამ კუთხით და ასევე ხوار გეგმავთ დამატებით, ხوار გვიმზადებთ რამე სიურპრიზებს, რომელიც შეიძლება ეტაპ-ეტაპ გავდივართ. და გიმალავთ, ჩვენ აქტიურად მუშაობთ ახალი ავიაკომპანიებთან, ახალი მიმართულებების შემოყვანაზე. რა თქმა უნდა, წეგან ახსენეთ და საუბარში ბევრჯერ ვახსენეთ British Airways-ი, ეს ერთ-ერთი პრესტიჟული და ყველაზე ძველი ავიაკომპანია ევროპაში. ძალიან რთული იყო ეს პროცესი, რომ ბრიტიშთან მოლაპარაკება გვეწარმოებინა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსულიყო, მით უმეტეს ლონდონის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია და სლოტის პოვნა, რომ საქართველოს მიმართულებით სლოტი ჩაესვა British Airways ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე წარმატებულად დავასრულეთ მოლაპარაკება, დღეს თქვენს ახსენეთ ისარგებლეთ ამ ავიაკომპანიი და ძალიან მოსახერხებელია. ფანტასტიკურია, ახლა როდესაც გადაждო როცა ვიხსენე, როცა სამოქალაქოდ ვიფრინავით მოძრაობდი, თუ სწორად გავიხსენე 2007-დან 2008 წელს მაქვს ბოლოს საქართველოსთან პირდაპირ ფრენა. იყო დაფრინავდა. კი და დღეს აღვადგინეთ BMI იყო, კი British Mediterranean იყო, კი ბატონო მართალი ბრძანდებით. BMI მახსოვს რომ აქტიურად მუშაობთ, ეს კომერციული საიდუმლოება და უერ ესეთი სასწრაფო დაგვიმალეთ არ არის პრობლემა მე. ერთი რაც შემიძლია სასიხარულო ინფორმაცია აღნიშნო ის რომ ჩვენ სულ ახალი მიმართულება გვემატება 15 ივნისს ველოდებით Air Serbias. Air Serbias პირველი ფრენა შესრულება 15 ივლისს, ბელგრადი თბილისის მიმართულებით ეს სრულიად ახალი მიმართულება და იმედი გვაქვს რომ ახალი ტურისტული ნაკადები შემოვლენ. მეც ველოდები Air Serbias ბელგრადში გაფრენას სიმართლე რომ გითხრათ. სიამოვნებით იმას პინძლებს და ჩვენც ძალიან კარგი. აი ძალიან უწყობს მობილობას, მათ შორის აი ბიზნეს კომპანიების ურთიერთობის ნაწილში, ხა ბრიტანეთში ვახსენე, ბუდის გაგაწყვეტნეთ, ვახსენე საქართველოს საინვესტიციო ფორუმი და მათ შორის იქ იყო 180-ზე მეტი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უამრავი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები, აი რომლებიც აღნიშნავდნენ საუბრის დროს, რომ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სწრაფად, ანუ აი კავშირების კი ბატონო, აი სწრაფად დაკავშირებადობას და მათ შორის აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, რომელსაც ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის პოტენციალის შესახებ, ასევე გამორჩეულად აღნიშნა ბრიტიშის შემოსვლა. ეს არ არის მხოლოდ ტურისტული სეგმენტის განვითარება, რომელსაც ხშირად წარმოუდგენიათ ხოლმე. ეს არის სწორედ აი მათ შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება პარტნიორებთან. ახლა სერბეთის შემთხვევით არ მიხსენები ამ ნაწილში, აი ახაც რაღაც მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისია, რომელიც ბევრად აადვილებს კომუნიკაციას. აი რამდენჯერმე გართულდა კომუნიკაცია, სწორედ ახლა სხვადასხვა ესეთი შემოვლითი პრობლემებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მიმოსვლა თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ მიმოსვლა კომფორტიც არის, თუნდაც ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. ну турიზმზე ვაკეთებთ აქციებს, მაგრამ არ უნდა გვაუწყოს ჩვენ ბიზნეს სექტორიც. კი, რა თქმა უნდა. ბიზნეს პარტნიორებთან უფრო მარტივი და მოქნილი არის პირდაპირ მიმოსვლა, როდესაც არის, პირდაპირ ჩასვლა, როდესაც არის. ავიაციას ხუმრობით დროის მანქანასაც უწოდებთ რა. კი, აბსოლუტურად. დროს გვიზოგავს ძალიან, მაგრამ ეს საჰაერო მიმოსვლა. ახალ ავიაკომპანიებზე მქონდა აქცენტი გაკეთებული და აღსანიშნავია ისაც რომ 3 რიცხვში 3 ივნისს ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებას ხსნით. ეს ლიონი ლიონი ძალიან პოპულარული მიმართულებაა, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი გიორგი მიკაუტაძე თამაშობს ლიონში და გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. მის თამაშებზე შეუძლიათ თამამად ჩავიდნენ. ველოდებით ახალ მიმართულებაზე დატვირთვას პოზიტივს ვინარჩუნებ და გვაქვს იმის იმედი რომ ყველა მიმართულება ზაფხულში იქნება ძალიან დატვირთული, ყველა კმაყოფილი იქნება, ჩვენც სერვისებს უმაღლეს დონეზე შევთავაზებთ ჩვენ მგზავრებს და ყველა იქნება აბსოლუტურად ისე მოხიბლული რომ კვლავ დაგვიბრუნდნენ საქართველოში. კი ბატონო, და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა შორის ჩვენმა ფეხბურთელებმა ესეთი ჩვენი ძალიან კარგი დესპანები არიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენ ველოდებით ეხლა მით უმეტეს ლაკაზეტის წასვლის მერე მიკაუტაძეს უფრო ხშირ თამაშს ძირითად შემადგენლობაში და პირდაპირ ფრენებს რა თქმა უნდა ჟორჟის საგულშემატკივრო და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ ერთი თემა რომელიც ასევე ისეთი აქტუალური იყო ეს საზღვარზე მგზავრების არ შემოშვებასთან დაკავშირებით იქ რეისების დაყოვნება ხდებოდა და ვიცი რომ აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესის ნაწილში, ხა ეს მართლა ესეთი პრობლემა იყო, განსაკუთრებით უცხოური ავიაკომპანიების ხარჯების ზრდა, ბუნებრივი ამდენი მგზავრი ხო უფასოდ უკან დააბრუნე ასე შემდეგ. აი ამ კუთხით რა ვითარება გვაქვს ასე ვთქვათ, რამდენად შედგა პოზიტიური თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებს შორის რომ მართალი ბრძანდებით ძალიან მოუხერხებელი და ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი იყო, როდესაც ხდებოდა
გზავრების არ შემოშვება, როდესაც ხდებოდა ამის გამო ფრენების დაგვიანება, დაყოვნება, ეს თავისთავად ჯაჭვური რეაქცია არის. საჰაერო ხომალდი, რომელიც აქედან აგვიანებდა გაფრენას, შემდეგ მიმართულებაზე, შემდეგ პუნქტშიც უგვიანდებოდა ჩაფრენა, რა თქმა უნდა, ეს ავიაკომპანია და ავიაცია ისე არის მოწყობილი, რომ ჯაჭვური რეაქცია არის. თუ დაგვიანა შემდეგ პუნქტზე ჩაფრენა, იქიდანაც შემდეგ ფრენაზე უგვიანდებოდა და ეს ყველაფერი ჯაჭვი ირღვეოდა. რაღაც ხარჯები ბუნებრივია. ხარჯები თავისთავად უკმაყოფილო მგზავრები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ნაყოფიერი მოლაპარაკებების და შრომის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე და გადაწყვეტილებამდე, რომ ეს დაყოვნებები, შეყოვნებები მინიმუმამდე დავიყვანეთ. გზავრები, რომლებთაც უარი ეთქმებათ საქართველოს შემოსვლაზე, ეს ციფრიც მინიმუმამდე არის დაყვანილი. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათ კმაყოფილების გაზრდაზე. მაქსიმალურად ხელს უწყობთ, მაქსიმალურად ისეთ გარემოს ვქმნით ავიაკომპანიებს, რომ მათაც სურვილი ჰქონდეთ, რომ ფრენები გააორმაგონ, გააოთხმაგონ. კმაყოფილები იყვნენ ჩვენთან, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ყველა პროცესში აბსოლუტურად, როგორც ავიაკომპანიებთან, ისე აეროპორტებში, ისე პარტნიორებთან, რომ კარგი გარემო შევქმნათ, კაი ბიზნეს გარემო შევქმნათ, კარგი ტურისტული გარემო შევქმნათ. ყველაფერი იყოს აწყობილი ისე, რომ აქ საქართველოს ბიზნესის კეთებასაც ჰქონდეს თავისი ხიბლი, ტურისტის ჩამოსვლასაც ჰქონდეს, ქართულ მასპინძლობასაც ჰქონდეს თავისი ხიბლი და ჩვენ მუდმივად მზად ვართ, რომ ეს სერვისები სრულად ერთ პაკეტად შევთავაზოთ საქართველოს სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა, ლევან, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ყველა ძირითადი თემა მიმოვიხილეთ ჩვენ ამ ნაწილში და კიდევ ერთხელ შემთხვევით არ მithქვამს, რომ ძალიან აქტიურად შემოხვედით, ასე ვთქვათ, ახალი როლით და ახალი ენერგიით ამ სფეროში. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გამოწვევაა, ასე ვთქვათ, თქვენ ჩვევიათ ახლაც რომ გისმენთ და წინა ეთერშიც ჩემთან რომ მაქსიმალურად ფსუბუქად და კარგად წარმოვაჩენთ, მაგრამ ვიცი რამხელა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, თქვათ და ჩვენ შედეგებს კი გვაცნობთ, მაგრამ აი ამ შედეგებს რამხელა შრომა ჭირდება და მე წარმატებას გისურვებთ თქვენს გუნდთან ერთად, დარწმუნებული ბუნებრივია ველოდებით პოზიტიურ სიურპრიზებს, იმიტომ რომ განებირო მოთხოვნებებსაც აგვიწიეთ, მაგრამ თამასა ბევრი პოზიტივი გვექნება წელს კიდევ. თამასა გაიზარდა მოთხოვნებით შესაბამისად გვაქვს, ასე ვთქვათ, მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებ. ჩვენ წელს ვფიქრობ, რომ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი პოზიტიურ სიახლეების კვალდაკვალ, ასე ვთქვათ, ამ თემაზე. ბატონ ლევანს დავემშვიდობებით. Business Insider-ი ასევე გემშვიდობებათ. ჩვენ ტრადიციულად გემშვიდობებით შემდგომ 4 შაბათამდე რადიო სივრცის ეთერში დამურდებით შემდგომ 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენთ.